ჩვენი დაორგანიზებით და ჩართულობით უსაფრთხო უძრავი ქონება. სწორედ ამ სახელწოდებით დღეს 25 ნოემბერს თბილისში სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალაცში გრემო 2025 ჩატარდება სამშენებლო და დეველოპერული სექტორის წარმომადგენლებისთვის კონფერენცია. უკვე მეოთხე წელია თბილისსა და ბათუმში იმართება. შეხვედრის მიზანი კი საქართველოში უძრავი ქონების სექტორის განვითარება არის. ღონისძიება BMG-ს და გაყიდვების კომპანია პროსპექტის თანამშრომლობით გადაცემა უძრავი ქონების პროსპექტის კოლგის ქვეშ ტარდება. გრემო 2025-ის გენერალური სპონსორია სამშენებლო დეველოპერული კომპანია ალიანს ჯგუფი. და ღონისძიება ფოკუსირებული იქნება უსაფრთხოების მრავალმხრივ ასპექტებზე, რომლებიც მოიცავს როგორც ფიზიკურ და კონსტრუქციულ მდგრადობას, ასევე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს. აღნიშნული მიმართულებები ერთიანად უბნებისა და გარემო პირობების უსაფრთხო და მდგრადი განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. შეხვედრის ფარგლებში დამსწრე აუდიტორიას მიმდინარე წლის ტენდენციებზე კვლევის შედეგებს წარუდგენს TBC კაპიტალი. ასევე თემატური პრეზენტაციები ექნებათ კონფერენციაში მონაწილე კომპანიებსაც, რის შემდეგაც უკვე პანელური დისკუსია გაიმართება. ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ ტრადიციულად გადაცემა უძრავი ქონების პროსპექტი ქვეყნის მშენებლობაში დადებული აგურისთვის სექტორის რამდენიმე გამორჩეულ წარმომადგენელს დააჯილდოებს. გრემო 2025-ის მხარდამჭერები არიან და ხედავთ ეკრანზე დეველოპერული კომპანიები ELT ჯგუფი, Apex Development-ი, კომპანია Arki, Symmetria, საინჟინრო კომპანია Baumeri, არქიტექტურული კომპანია TASHABI, იტონგი საქართველო, კომპანია Building Solutions და სტუდიო კასა, როგორც გითხარით, ალიანს ჯგუფი წარმოადგენს და არის გენერალური სპონსორი უსაფრთხო უძრავი ქონებისა ამ კონფერენციისა და გრემოსი. ყველაფერი დანარჩენისთვის სტუდიაში მობრძანდნენ გრემოს და უძრავი ქონების პროსპექტის ტელეპროექტის ავტორები და მესვეურები, დილომშვიდობისა, თათია ჩაფიჩაძეს და უგა კობახიძეს. მიყვარს ეს ეთერები. დილომშვიდობისა. ყავა ხوارდი. ცოტა განსხვავებული. ვიდრე ღონისძიებას. ყავა დილიდან რაღაცა. მე ყავას აქვს. არა, ხო? ქაუთონ თათია. დიდი მადლობა. როგორი არის მზადება, აბა? დავიწყოთ. გადასარევი მოვიდა ეს დღე, რომელსაც ველოდებით უკვე დიდი ხანია და ვაორგანიზებთ ბოლო ერთი თვეა. გრემო არის უძრავი ქონების კონფერენცია, რომელიც ერთობლივად, როგორც თქვენ უკვე ახსენეთ, მესამედ იმართება. აქედან ორჯერ უკვე თბილისში და ერთხელ ბათუმში. მიზანი არის, რომ უძრავი ქონების სექტორზე ჩვენ ძალიან ბევრს საუბრობთ ყოველ კვირას, მაგრამ მივხვდით, რომ არ იყო საკმარისი ერთსაათიანი ეთერები და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ უფრო ფართო ფორმატში ვისაუბროთ ბევრი იმ პრობლემებზე, გამოწვევებზე, ტენდენციებზე, რაც სექტორში არსებობს და ამისთვის ძალიან კარგი პლატფორმა არსებობდა პროსპექტის მიერ დაარსებული ჩვენამდეც და გადავწყვიტეთ, რომ ეს ყველაფერი ერთად მოკლედ კოლაბორაციით ძალიან კარგი საშუალება იქნებოდა სექტორთან სასაუბროთ. წლევანდელი ღონისძიების თემა არის უსაფრთხოება. უსაფრთხოება იქიდან გამომდინარე, რომ ბევრ ასპექტს აერთიანებს, არ არის მხოლოდ სამშენებლო მოედანზე, არის ფინანსურ ნაწილში, იურიდიული მიმართულებით, შენობების იერსახის, კონსტრუქციის და საბოლოო ჯამში მიზანი არის, რომ უსაფრთხო და განვითარებული ურბანული გარემო შეიქმნას და ამ ყველაფერზე დღეს ვისაუბრებთ საღამოს 6 საათიდან დავიწყებთ შეკრებას და ძალიან ბევრ წარმომადგენელს ველოდებით დღევანდელ ღონისძიებას. რა ჩადეთ თავიდანვე პროსპექტის მესვეურებმა პირადად თქვენ, როცა გრემო არსდებოდა, როგორც ბრენდი, რომელსაც დღეს ამ ჭაპანს გრემოსაც ერთად ვწევთ, მაგრამ რა ჩაიდო გრემოში ეს აკლდა ამ ინდუსტრიას თუ რა დაინახა პროსპექტის გუნდმა, როცა გრემოს აყალიბებდა გუგა? 2021 წელს, როდესაც დავიწყეთ გრემო, წინა შეხვედრაზე ვთქვი, მაშინ ჯერ კიდევ პირბადეებით ვისხედით, რედისონში ტარდებოდა ეს ღონისძიება და ერთ-ერთი მთავარი იდეა გრემოს შექმნის, ასე ვთქვათ, იყო ის, რომ ესეთი სექტორული ღონისძიებები პრაქტიკულად ძალიან იშვიათად იმართებოდა და თუ იმართებოდა, იყო რაღაც უფრო ერთი მიმართულებით და ერთი ხაზით ფოკუსირებული და ეს არ შლიდა თემებს. და გარდა ამისა, არ იყო სისტემატიური ასეთ ტიპის ღონისძიებები, შეიძლება და ყოფილიყო რაღაცა ღონისძიება, რომელიც მომდევნო წელს ან შემდგომ საერთოდ აღარ ჩატარებულიყო. ჩვენი ამოცანა თავიდანვე იყო და პრაქტიკულად, ესე იგი, ჩვენ კი დავიწყეთ, მაგრამ თითქმის ერთად ვაკეთებთ ამ ყველაფერს პირველივე წამიდან, რისთვისაც კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა თქვენ. თავიდანვე იყო ესეთი მიზანი, რომ ყოველწლიურად ჩავატაროთ ღონისძიება, რომელიც სექტორის და დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს. შევარჩევთ ისეთ თემებს, რომელიც იმ მოცემულ მომენტში და იმ კონკრეტულ პერიოდში არის ძალიან მნიშვნელოვანი, ან არის რაიმე გამოწვევები, ან არის რაიმე მნიშვნელოვანი სიახლეები, რომელიც დეველოპერებმა უნდა გაითვალისწინონ იმისთვის, რომ ბიზნესი უკეთესად ფუნქციონირებდეს და საბოლოო ჯამში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი დარგია და ეკონომიკაში ერთ-ერთი გამწევი ძალაა უძრავი ქონების სექტორი. ამიტომ ჩვენი ამოცანა იყო არის და იქნება ის, რომ
გრემოს დახმარებით ეს სექტორი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს როგორც მიკრო, ასევე გლობალურ ბაზარზე. უგო, უსაფრთხო თემა ნინის აინტერესებს, რატო შეირჩა წელს გამორჩეულად და რატო ხდება აქცენტირება ამაზე, თქვენი ორივე პასუხი ამაზე მნიშვნელოვანია. მარტივი პასუხია, რომ ბევრი საფრთხეები. ბევრი საფრთხეები. რა საფრთხეებია, ამაზე უნდა ვისაუბროთ. მაგალითად, უკვე ბოლო პერიოდია, მუდმივად მიმდინარეობს საუბარი, არის თუ არა ბუშტის ეფექტი და ხო არ არსებობს რაიმე რისკები გაყიდვების მნიშვნელოვნად შემცირების და ასე შემდეგ. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ყოველთვის, არა მარტო ჩვენ ბაზარზე, ზოგადად, თუმცა ჩვენი ბაზარი უფრო ისეთი შედარებით უფრო მარტივად მორევადი ბაზარია, ესე რომ დავარქვათ. აქედან გამომდინარე, ეს რისკები ყოველთვის არსებობს და ამაზე უნდა ვისაუბროთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ასევე ჩვენ სექტორში არის ძალიან გამარტივებული გადახდის მეთოდები, რომლის უკანაც ბევრი სხვა ბიზნესი დგას და ამ ბიზნესით ხდება ყველაფრის დაბექაპება, ესე ვთქვათ და ესეც მნიშვნელოვანი გამოწვევა შეიძლება იყოს. თვითონ ტექნიკური უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია. გარკვეული პერიოდის წინ საერთოდ ამაზე არავინ არ საუბრობდა, მანამ სანამ დადგენილებები არ შეიცვალა, თუმცა დღესაც ვხედავთ, რომ ბევრჯერ უბრალოდ დადგენილების შესასრულებლად კეთდება რაღაცა. ჩვენი ამოცანა არის, რომ ეს ამ ღონისძიების ფარგლებში კომპანიების რაღაცნაირად კულტურაში გადავიტანოთ. ანუ მაინდსეტი შევცვალოთ, რომ უსაფრთხო უძრავი ქონების შექმნა ნიშნავს გრძელვადიანად ძალიან ღირებული ბაზრის განვითარებას და სექტორის მნიშვნელოვნად გაფართოებას, ესე ვთქვათ. კეთია, რა გზავნილებს ველოდებით დღეს 6 საათიდან კომპანიების მხრიდან? თემა, როგორც აღნიშნეთ, არაერთხელ უკვე არის უსაფრთხოება, შესაბამისად, ყველა წარმოდგენილი პრეზენტაციაც იქნება უსაფრთხოების კუთხით. პირველ ნაწილში თბის კაპიტალი წარადგენს მიმდინარე წლის ტენდენციებზე, ისაუბრებს იმ რისკებზე და გამოწვევებზე, რაც არის და ასევე 2026 წლის მოლოდინებზე. შემდგომ უკვე გვექნება საინჟინრო მიმართულებით კომპანია Baumers პრეზენტაცია, რომელიც ისაუბრებს საინჟინრო კუთხით რა გამოწვევებია და როგორ მივითარდება სექტორი. ასევე პროსპექტის პრეზენტაცია იქნება, რომელიც ძალიან საინტერესო თემებს გამოიტანს და მათ შორის დარბაზის ინტერაქციასაც მოახერხებს და უკვე პანელური დისკუსია, რომლის მოდერაციასაც გიორგი გაგვიწევს დამსწრე საზოგადოებასთან ერთად და ბოლოს დასწრით ეტაპზე გიორგი არის ჩართული ბავშვი და გიორგიც იქნება უსაფრთხოების ნაწილში წარმოდგენილი თავის თათიას და გუგას ნათქვამს გავაგრძელებ მაშინ, ანუ რეალურად ჩვენ წამოვწევთ უსაფრთხოების მნიშვნელობას ამ ყველაფერში. სწორად აღნიშნა პროსპექტის დამფუძნებელმა, რომ ჩვენი ამოსავალი იქნება რამდენად ფორმალურია უსაფრთხოების თემა დღეს ბიზნესის აი ამ კონკრეტულ ინდუსტრიაში, რამდენად მნიშვნელოვანია და როგორ ახერხებენ არსებულ კანონმდებლობაში ამ ყველაფრის დაცვას. კიდევ ერთი მნიშვნელობა, რომ უძრავი ქონების პროსპექტი და მისი მესვეურები და ავტორები და წამყვანები არ არიან მხოლოდ დეველოპმენტის ან მშენებლების გულხურარი მხარდაჭერები, არამედ მთლიანად პროცესს უჭერენ მხარს, როგორც ბიზნეს პროცესს, სადაც უსაფრთხოებას უმნიშვნელოვანესი ელემენტია ალბათ დასტურია იმისა, რომ გრემოს წლევანდელი დაჯილდოება არის თანხლები იმ უმნიშვნელოვანეს თემისა, რასაც ქვია უსაფრთხოება უძრავ ქონებაში და მშენებლობაში. ასე რომ წარმატებები მეგობრებო და დარწმუნებული ვარ დღეს საღამოს 6 საათიდან, როცა შერატონი შეივსება, უკვე სრულად და ბოლომდე და აუცილებლად ჩვენი დაჯილდოება, რომელიც ამ ოფიციალური ნაწილის შემდეგ იქნება, უნდა გამოჩნდეს ჩვენი აგურები, რომელიც წელს რამდენი აგური იქნება? წელს იქნება 5 გამარჯვებული. 5 გამარჯვებული, რომელსაც გადაეცემა ეს არაჩვეულებრივი აგური. ერთად შეგვიშალა, რომ ეს აგური ახლა შეგვეძლო დაგვედა, მაგრამ არა უშავს. დღეს საღამოს რამდენიმე ჩართვა იქნება, მეგობრებო, დარჩით BMG-ზე, როგორც საქმიან საღამოში, ასევე საქმის კურსში. ყველაფერი ამისთვის მზად არის და BMG სრულად იქნება წარმოდგენილი ამ კონფერენციაზე. მადლობა თათია ჩაპიჩაძეს, უძრავი ქონების პროსპექტის ავტორს და წამყვანს და გუგა კობახიძეს, გაყიდვების კომპანია პროსპექტის აღმასრულებელ დირექტორს, სტუმრობისთვის BMG-ს და პროსპექტის წარმატებები დღეს საღამოს 6 საათზე შერატონში. ხო, რა ვიცი, რა გითხრათ ახლა. ვინც არ დარეგისტრირებულ ხართ, იჩქარეთ, უკვე საკმარისზე მეტი ადამიანებია. გადაჭარბებით არის ხო მოლოდინები რაც იყო. კი ბატონო.